მოგესალმებით ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. განათლების რეფორმასა და გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება, განათლების მინისტრმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტი დაიბრუნებს თავის ისტორიულ მიმართულებას და იქნება მხოლოდ ტექნიკური პროფილის, ხოლო ჰუმანიტარული ფაკულტეტები ჩაეხსნება. გადაწყვეტილების თაობაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ ორივე მხარემ ხელშესახები შედეგების მიღწევის მზაობა გამოვთქვით, განსაკუთრებით რაც ეხება იმას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება სუფთა საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებად და ის ფაკულტეტები, რომელიც ტრადიციულად არ არის დამახასიათებელი ამ უნივერსიტეტისთვის, უკვე გადავა მილევად რეჟიმში, შესაბამისად ეს იყო ის მთავარი კონტექსტი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი არის რეფორმის კონცეფციის განხორციელებისთვის და სადაც გვაქვს ჩვენს ხედვა, რომელიც არის მართლაც უმნიშვნელოვანესი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა არსებობდეს და იქ უნდა მოხდეს რესურსების, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მაქსიმალური კონცენტრირება. სწორედ აი ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ ეს განხორციელებადი და შეძლებადია და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გაგვეზიარებინა ის თხოვნა, რომელიც აკადემიური წრეებიდან მომდინარეობდა და შესაბამისად ეს ორი ფლაგმანი უნივერსიტეტი გააგრძელებს საომავლოდ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ერთმანეთისგან, ისინი აღარ გაერთიანდებიან, თუმცა უკვე წელს კონკრეტულ მიმართულებებზე, ეს იქნება სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესი და ასე შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე მიღება აღარ იქნება და ისინი მილევად რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას. რომ აკადემიურ სფეროსთან, განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტთან კონსულტაციების შედეგად პრემიერ-მინისტრმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არ გაერთიანებასთან დაკავშირებით. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო უსმენს უშუალოდ იმ მონაწილეებს, ვინც უნდა აღასრულოს ეს რეფორმები, მათ გამოწვევები მოისმინა და დიალოგის კონსტრუქციული და საგნობრივი განხილვის შესაბამისად მივიღეთ ის საბოლოო გადაწყვეტილება. ფასების რეგულირების საკითხზე პარლამენტში შეხვედრა შედგა. კომისიის წევრებმა მწარმოებლებთან გამართეს დისკუსია. საკანონმდებლო ორგანოში ხორცს პროდუქტების, რძისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრების მიზანი სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირება იყო. ძირითადად საქართველოს ზის იმპორტულ პროდუქციაზე. ეს შაქრის ფხვნილია, იმაპატია, რძის ფხვნილია თუ სხვადასხვა. აი ამასთან დაკავშირებით ფასები წარმოქმნილი საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს. რომ ფასები დავწიოთ დაბლა. 20%-მდე მე მიმაჩნია, რომ შეიძლება დაიწიოს. 20%-მდე ამას გეუბნებით, იმის და მიხედვით მე რამდენად ვყიდულობ მაგალითად რძის ფხვნილს. გვაქვს ეს შკალა, რო იტყვიან ეს რომ დავწიოთ ეს პროდუქცია. მაწონი ბატონო რძე, არაჟანი და ასე შემდეგ. გვესმის ულტრალიბერალებისგან, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სიამოვნებაში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ხარვეზები და სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, სადაც ხედავთ ჩვენ, რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით ხდება სხვადასხვა შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება იყოს, მონოპოლიების წარმოშობა იყოს, ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და სახელმწიფო სჭირდება ამას, რომ ეს ხარვეზები შეასწოროს, გამოავლინოს და შესაბამისად გამოავლინოს და შეასწოროს. ასე რომ ამაში არის ჩვენი ამოცანა, იქნება ძალიან კიდევ ერთხელ ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო. ჩვენ გვექნება პირველი შეხვედრა მწარმოებლებთან, კონკრეტულად ამ ეტაპზე ხვდებით ძის პროდუქტების მწარმოებლებს, ხორცის მწარმოებლებს და კვერცხის მწარმოებლებს. ჩვენი მიზანი არის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ ბიზნეს პროცესები, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ მწარმოებას. დავსვათ კითხვები თუ რა პროცესები იწვევს წარმოების თვითღირებულების გაძვირებას, რა ინფლაციური პროცესები იყო ბოლო წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ სწორი ანალიტიკით, სწორი შეფასებით შევძლოთ ზოგადად სექტორი გავხატოთ კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს მნიშვნელოვან შედეგს და მივიღებთ იმას, რომ მოხდება სამომხმარებლო ფასების კორექცია კლებისკენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მოსამართლემ ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა კახიძე სასამართლო პროცესიდან გააძევა. თავდაპირველად მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა.
მოსამართლესა და დიმიტრი საძაგლიშვილს შორის კამათი ადვოკატის შეკითხვას მოჰყვა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს კითხა იცოდა თუ არა თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და იცნობდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებს იმ დღეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვას კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოჰყვა შეკითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლეს მოსთხოვა, რომ აეხსნა თუ რატომ განარიდა მისი შეკითხვა, რასაც შემდგომ კამათი მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლემ ადვოკატი სხდომიდან გააძევა. დიმიტრი საძაგლიშვილის გაძევების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატი შოთა კახიძეც გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებას კი ბრალდებულების პროტესტი მოყვა, რომლის შედეგადაც მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დღევანდელ სხდომაზე იკითხებოდა ჰაბიტოსკოპი, მას დაესვა შეკითხვები მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, მათ შორის არ იცოდა თუ რა მეთოდოლოგიით ტარდება საერთოდ ჰაბიტოსკოპიური კვლევა. აი ამ უხერხულობის გადასაფარად მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა და მოეხსნა საერთოდ შეკითხვები, ანუ განარიდა აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, ისე რომ იმის კვალიფიკაციაც არ იყო, რომ რაღაც განმარტება მაინც მოეძებნა ამ კითხვების განრიდების გადაწყვეტილების დასასაბუთებლად. და ანუ ამის შემდეგ უკვე გაღიზიანდა გამაძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს არის ალბათ ერთადერთი საკითხი, რაზეც თამარ მახარობლიძე შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, სხვა არავინ არაფერს არ ანდობს. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ადვოკატებს არ გვეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეც პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ მე ვერ დავიცავი, ვერ მოვახდინე მისი უფლების დაცვა, შესაბამისად მე ვერავინ ვერ დამიცავს. დაირღვა დაცვის უფლება, როცა იმგვარი შეკითხვები იქნა აცილებული, რომელიც მიემართებოდა კონკრეტულად ექსპერტის დასკვნას და ასევე მის კომპეტენციას, აღნიშნულის აცილება იწვევს იმას, რომ ვერავინ ვერ დაცვას ამგვარ შეკითხვას, ვერ შემოწმება ექსპერტის კომპეტენცია და ირღვევა დაცვის უფლება. ბრალდებულებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო რა მოხდა სასამართლო პროცესზე და საბოლოოდ მივიღეთ მოსამართლისგან იმგვარი დამოკიდებულება, რამაც კანონის მხრივ შეუძლებელი გახადა პროცესის გაგრძელება. მოსამართლემ ფაქტიურად შეუზღუდა დაცვას და ბრალდებულებს უფლება, რომ მათი დაცვის უფლება განხორციელებულიყო და ის რომ ჩვენი კოლეგები გამოყარა დარბაზიდან, ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო და ესეთი პრაქტიკა თუ დამკვიდრდება, ფაქტიურად კარგავს უკვე აზრი ადამიანის დაცვის უფლების განხორციელებას. კონკრეტულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე იგებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული პირი გააძეოს, მას გამოცვა შემშვა თუ ასე შემდეგ. ამიტომ ვერ შევაფასოს. არ გაქვს თქვენი აზრი? მე ვერ შევაფასოს ყოფილის გადაწყვეტილებას. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხ და ეთიკის და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლების სხდომა გაიმართა. კომისიებმა განიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელზეც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. იგეგმება სპეციალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს მუდმივ მოქმედი კომისია, რათა ოზურგეთის მოსახლეობას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია შესაძლო სტიქიის საფრთხეების შესახებ და გატარდეს საპრევენციო ზომებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანას რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფოსოებისთვის საჭირო მასალები. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულება მიმდინარე წლის 7 თებერვალს თბილისში
ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ მამაკაცს განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო კიდევ ორ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავებულების შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 4-ვე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილით, 126 პრიმა მუხლის G და B ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობის შემდეგ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და მომდევნო დღე გასულ დღეებთან შედარებით თბილი იქნება. ხვალისთვის ოზურგეთში მოსალოდნელია 16 გრადუსი სითბო. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. რაც შეეხება ლანჩხუთს და ჩოხატაურს, აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ლანჩხუთში 18, ხოლო ჩოხატაურში 17 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ჩვენს კურორტებს, ურეკში ხვალ 17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ბახმაროში, ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. შედარებით ცივი იქნება ხვალ ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსი იქნება და იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი 6-11 მეტრამდე წამში. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.